ქართველების რა სტერეოტიპებთან გიწევთ ამდენი წლის განმავლობაში? შეჯახება ეს არის იმის შებრუნება, ჩემი შვილი და მისი თაობამ ამის მნიშვნელობა არ იციან. ეხლა ჩემ თაობაში ცოტათი უფრო სხვანაირად არის და სულ ცდილობ რომ ეს სხვანაირადაც შემოვახედო. ქართულ რეალობაში ზოგადად არის ორი მომენტი. ან მამები ანებივრებენ გოგოებს როგორც პრინცესებს ისესდიან, ან საერთოდ პირიქით მატყიდეთ, რა გინდოდათ ცებრები მომატყიდეთ. თუ პირველ რიგში საკუთარი თავი გეყვარება, მეუღლისაც ეყვარები, მეზობელსაც, ნათესავსაც. მე ხომ ვიცი ვინ ვარ და მე ხომ ჯერა ჩემ თავის. ყველაზე საუკეთესო ყველაფერი წინ არის და თუ ცხოვრებაში გვინდა რომ მივახციოთ წარმატებას, გუშინდელ ვერსიას საკუთარი თავისას უნდა ვაჯობოთ დღეს. მოგესალმებით, მე თაკო მიქელაძე ვარ, ეს პოდკასტი TikTok-ია და ჩვენ ვაგრძელებთ დღეისობით სოციალურ სამყაროში ორ რეალობას ვაწყდებით. ერთი იდეალურია, გაპრანჭული, რომელიც ჩვენ ძალიან მოგწონს. მეორე კი მშობლებსა და შვილებს შორის დაუსრულებელი კონფლიქტია, სადაც შვილები მუდმივად თვითდამკვიდრებას ცდილობენ და საინტერესო არის ის, რა ხდება მაშინ, როცა ეს ორი რეალობა ერთმანეთს ხვდება. და დღეს მე ჩემს სტუმრებს წარგიდგენთ დიდი მადლიერებით და სიყვარულით. ანასტასია ბაკურაძე, საერთაშორისო მოდელი და დიზაინერი და ქალბატონი ეკატერინე მგალობლიშვილი, სამოდელო სააგენტო კატრინის დამფუძნებელი. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს ვუსურვებ თქვენს პოდკასტს და მადლობა მოწვევისათვის. ასე. თქვენ მადლობა. ანასტასია, შენთან გადმოვალ პირველი კითხვით და კითხა აუცილებლად შენ ბავშვობაზე. ბავშვობაში რა იყო შენი ოცნება, გინდოდა თუ არა მოდელობა და მაშინ როცა პატარა იყავი, როგორ ხედავდი შენ საკუთარ თავს ასეთი წარმატებული დედის გვერდით? რას ფიქრობ, გააგრძელებდი თუ არა დედის გზას, რამდენად იყო დედა შენთვის მოტივაცია, როგორ გახსენდება ეს პერიოდი? ზოგადად მე მუცლიდან სცენაზე ვთქავარ, ესე ვთქვათ. ბავშვობიდანვე 1 წლის და რამდენიმე თვის ვიყავი პირველად სცენაზე რომ გამოვედი, ამიტომ მიჩვეული ვარ უკვე კამერებს, სცენას, ყურადღებას და თავიდანვე ვიყავი ამ სფეროში. რა თქმა უნდა, ცოტათი რა წარმოვიზანოთ და მქონდა ეს კითხვები, მართლა მინდა, არ მინდა, სხვა რამეც ხომ არ მაინტერესებს, მაგრამ აი შემდეგ პანდემიაც რო დაიწყო, მან გავიაზრე, რომ აი მართლა ჩემთვის არის ისე მენატრებოდა სცენა, მოგზაურობა, ყურადღება, ეს ფოტოსესიები, კამერები. ხო, პატარა რო ვიყავი, სულ დედიკო იყო ჩემ გვერდით და მართლა ეხლაც დღემდე ძალიან მადლიერი ვარ, რომ დედა მყავს და ხო, ყველა რჩევა სულ დედიკოს ვეკითხები. თუნდაც სამოდელო კუთხით, თუნდაც ისე ცხოვრებისეულადაც. ეკა, თქვენთან ვიკითხავ, რამდენად რთულია ესეთი წარმატებული ლამაზი და თან მოზარდი თინეიჯერი გოგოს დედობა და თან ამ ხელსააგენტოს მართვა, სადაც ვიცი, რომ 300 მოსწავლე ყავთ, რომლებიც გეძახიან დედას, არა მხოლოდ ისინი, მათი მშობლებიც. პირველ რიგში მოდი ჩემს არაბიოლოგიურ შვილებზე ვისაუბრებ. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მატებს სიტყვა დედას, რომ მეძახის ეს უამრავი გოგონა, ბიჭი, არა მარტო ქართველები, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მე არა მხოლოდ სამოდელო სააგენტო კატრინის დამფუძნებელი ვარ, 30-ზე მეტი საერთაშორისო სილამაზის და სამოდელო კონკურსის ეროვნული დირექტორი და ჟიურის წევრი ვარ. სხვადასხვა ქვეყანაში თვეში ორჯერ მიწევს მოგზაურობა და აქედან გამომდინარე მიწევს უამრავ სხვადასხვა ასაკის მოდელთან, მომღერალთან, მოცეკვავესთან, იმიტომ ფესტივალებიც აქ გვაქვს ჩვენ შეხება და მათგანაც რომ მესმის mother და საერთაშორისო დედა ესეთი სტატუსი მაქვს, რომელიც პირველ რიგში პასუხისმგებლობა, ეს ყველაზე დიდი, იმიტომ რომ უფრო მეტი ვალდებულება მაქვს გავუკეთო, რაც ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ჩემს მოსწავლეს, იმიტომ რომ ის მარტო მოსწავლე არ არის, შვილია ჩემი და კატრინი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ძალიან დედაშვილური გარემოა. რაც შეეხება ანასტასიასთან ურთიერთობა გაზრდა, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ძალიან ნიჭიერი ბავშვი, ანასტასიასთან კონფლიქტი მექნებოდა, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, თუ
განათლებაზე იტყოდა და სწავლაზე ვარს, მაგრამ სწავლობს ამერიკულ სკოლაში, არის ათოსანი, თვეში ერთხელ ორჯერ დაფრინავს სხვა ქვეყანის ჩემთან ერთად, აქვს თავისი სამყარო და რა მომწონს ანასტასიაზე. პასუხისმგებლობა აქვს, ძალიან დიდი აქვს პასუხისმგებლობა. ასევე მინდა აღნიშნო, რომ არის ძალიან თომდობალი. კი. ანუ თავის წარმატებებზე მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები ყავს მისი თანატოლები, არ აღნიშნავს, არ ლაპარაკობს და ესე არ აფიშირებს პირიქით, არის ძალიან ჩართული, რომ მის თანატოლებთან იყოს ისე, როგორც ჩვეულებრივი მოზარდი და ეს თავის წარმატება, როგორც ცალკე წარმატებული ანასტასია, რომელიც გინ პოდიუმზე გადის, გინ როგორც დიზაინერი უკვე წარმატებული ხარ, ეს იყოს ცალკე მისთვის დამახასიათებელი როგორც პერსონის. და ასე ანასტასიას ვკითხავს სკოლას როგორ უთავსებ, აი ესეთ სწავლას, სადაც ხარ ათოსანი, ვიცი რომ უამრავ წრეზე დადიხარ, ანუ როგორ ასწრებ ამ ყველაფერს და როგორ ახერხებ? მიჩვეული ვარ, რადგან აი მართლა ბავშვობიდანვე ვარ ამ ყველაფერს ჩართული, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ მაინც დავაბალანსო ეს ყველაფერი. თუ მაგალითად ეხლა რაც უფრო წლები მემატება, გადავდივარ უკვე მე-11 კლასში და ყველაფერი უფრო სერიოზული ხდება, თან მინდა რომ ჩავაბარო იურიდიულზე, გავხდე ადვოკატი, ამიტომ დიდი ოცნებები მაქვს, მაგრამ ამასთანავე მოდელობასაც რა თქმა უნდა არ გავანებებ თავს. და ალბათ, რავი, მართლა დედა ჩემიც ხელს მიწყობს სკოლასაც ძალიან დიდი მადლობა, რადგან აი მართლა ყველა აბსოლუტურად ჩემს გვერდით ვინც არის, ყველა ხელს მიწყობს და ეგ მეხმარება. ანასტასია, მე ვიცი რომ ყავს ძალიან მზრუნველი მამობილი. კი. რომელიც დღესაც კი შენს გვერდზეა, აქ არის, გელოდება, ძალიან გულშემატკივრობს და მინდა კითხო, რა როლი აქვს მას შენს ცხოვრებაში? და მისი ზრუნვა შენზე როგორ აისახება, იმიტომ რომ ქართულ რეალობაში ზოგადად არის ორი მომენტი. ან მამები ანებივრებენ გოგოებს როგორც პრინცესებს ისესდიან, ან საერთოდ პირიქით, ანუ თვით გადარჩენის ინსტინქტით უნდათ ხოლმე რომ გაიზარდონ. შენ შემთხვევაში როგორ არის? და საინტერესოა ისიც, რომ შენ ძალიან საუბრის ბოროს მე ჩვენ რო რაღაც ესე ვისაუბრეთ, მე აღნიშნე რომ იცი რა ჩემი მამობილია, მაგრამ აი მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის მამასავით არის. მომიყევი მას და მის როლზე შენს ცხოვრებაში. მართლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ აი სულ გვერდში მიდგას, ყველაფერში სულ ვცდილობს რომ ხელი შემიწყოს. ის მარტო მამაჩემი არა, ჩემი მეგობარიც არის. სულ ყველაფერზე ველაპარაკებით, ვცდილობს რომ გამიგოს, ჩემი გადმოსახედიდანაც უყურებს ხოლმე ყველაფერს. ყველგან თან დამყვება აბსოლუტურად. სადმე მივდივარ, მოვდივარ, სულ ჩემთან ერთად არის და ჩემს გვერდით არის და ამ ყველაფერს მართლა გრძნობ და ვაფასებ. და ხო, თან იმის და მიუხედავად რომ ჩემი მამობილია, არასდროს არ მიგწვნია რომ მამობილი იყო, ის არის ჩემთვის მამა და ყოველთვის იქნება მამაჩემი. მატირეთ, ეხლა რა გინდოდა ცრემლები მომად გადაალა. ესე თქვა ოქრო ამასთან დაკავშირებით ოქროს მამა. გამები კურიოზები. კი, როდესაც საერთაშორისო ჟიურიში ვსივარ, უფლება არ მაქვს ესე ყოველთვის ავდგე გამოვუცვალო ანასტასიას და არც იმის ფუფუნება არ გვაქვს ქართველებს, როდესაც სილამაზის და სამოდელო კონკურსები გვაქვს, თუ მარტო ჩემი შვილი კი არა, მოსწავლეებიც, როდესაც მიმყავს, სხვა ქვეყნები ჩამოვლენ სტილისტებით, ვიზაჟისტებით, ფოტოგრაფებით, ოპერატორებით, მასაჟისტებით და ასე შემდეგ და მე ყველაფერი ვარ. მოსწავლის დედაც ვარ, ვიზაჟისტიც ვარ, დირექტორიც ვარ, სტილისტიც ვარ, ყველაფერი ვარ, ნახეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი საშუალება ქართველებს, როგორც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ კონკურსანტიც წავიყვანოთ, ბილეთიც ვიყიდოთ, სასტუმროც, პარალელურ რეჟიმში 10-20 ადამიანი და ასე შემდეგ. და ანასტასიას შემთხვევაში კონკურსებზე როდესაც კონკურსანტია გამოდის და როდესაც კონკურსანტი არ არის, ჩვენებებზე ჩართული არის, ან წინა წლის გამარჯვებული მოწვეული და 5-6-7 წლის ასაკში მასთან ერთად მარიამ ბერძენიშვილი, მისი მეგობარი და თანაკლასელია, არის ჩოლობრივი გოგონა, მოვიკითხავ მარიამს დიდი სიყვარულით, ორივეს 10 კაბა, 12 კაბა აქვთ გამოსაცვლელი და არიან 5 წლის, 6 წლის, 7 წლის და ის ასაკია, რომ მამუკა მეხმარება ჩემ მეუღლე და უცულის ამათ კულისებში და ერთ-ერთი კონკურსია და უნდა გამოვიდეს მარიამი და ანასტასია და ვხედავ მარიამის კაბა ანასტასიასაც ანასტასიას კაბა მარიამს ოღონ უკუღმა ეს კაბები წინა უკანა წინ და მამუკა ესეთი ეხლა რა წამოიზარდა ამ კუთხით მამუკა არის ძალიან ბედნიერი იმიტომ რომ ეხლა კულისებში ვეღარ შეყვება ფიზიკურად და ვეღარ უცulis და
აუცილებლად მინდა ჩაგეკითხო, ამ პოდკასტს ნახავენ მშობლები და საქართველოში დღეს სტატისტიკა მიგვანიშნებს იმას, რომ ბევრი განქორწინებული ადამიანია. შენ რა რჩევას მისცემდი იმ ქალებს, რომლებსაც ახლა პირად ურთიერთობებში კრიზისი აქვთ და რას ურჩევდი მიმართულებით, როგორ წარმოაჩინონ მათი მომავალი მეორე ნახევრები თავიანთ შვილებთან. შენ როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რომ შენი შვილისთვის აი ესეთი მამა და მამობილი, რაც ძალიან იშვიათობაა, როგორც თქვენი მეუღლეა დღეს, აი როგორ განსაზღვრეთ როგორ იქნებოდა ის ანასტასიას პირველ რიგში თქვენი კრიტერიუმები რო გითხრათ, მოკლედ. არა, პირველ რიგში მე საზოგადოებრივ ხალბატონებს მინდა მემართო და მამაკაცებსაც, რომ ერთხელ მოვედით ამ ქვეყნეთ, არ ვიცი, ხა შეიძლება მეორე, მესამე, მეოთხე ჯერ თუ მოვევლინეთ, მაგრამ მე არ მახსოვს. ხო, თუ გჯერა, ხო. და სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა, 100 წელიც რომ ვიცოცხლოთ, ისიც ძალიან ხანმოკლეა და უნდა პირველ რიგში გვიყვარდეს უფალი საკუთარი თავი, შვილები და მეგობრები და სიცოცხლე უნდა გვიყვარდეს. მე მყავს 20 წლის მინახავს მოხუცი ადამიანები. მე მინახავს 80 წლის ახალგაზრდა ადამიანები და ნახე, თუ სულ ახალგაზრდა იქნები, თუ სულ პოზიტიურად შეხედავ ყველაფერს, თუ პირველ რიგში საკუთარი თავი გეყვარება, მეუღლესაც ეყვარები, მეზობელსაც, ნათესავსაც და თუ არ ვეყვარები მეზობელს და ესე შემდეგ უცხოს, საჭირო ვიქნები უმრავლესობისთვის. მე მინდა იმ ადამიანებს ვუყვარდე, ვინც მე გულში მყავს და საზოგადოდ ყველასთვის ვიყო საჭირო ადამიანი. ეკა, მადლობა. აქედან გამომდინარე, ამას ვერ დაგეგმავ, თაკო. აი, როგორ გინდა, რა თქმა უნდა, ყველა დედას უნდა, რომ თუნდაც ბიოლოგიური მამა იყოს საუკეთესო მამა თავისი შვილისთვის. თუნდაც მეუღლე, რომელიც არ არის ბიოლოგიური მამა და მამობილი საკუთარი შვილისთვის, მაგრამ პირველი ეს პიროვნებაზეც არის დამოკიდებული, როგორია ის მამაკაცი და ხო, და არაჩვეულებრივი ადამიანია მამუკა, თუმცა თუ თქვენ შენიშნავთ, რომ თქვენი მეუღლე არ არის საკუთარი საუკეთესო მამა, ან თქვენი მეუღლე, რომელიც არ არის ბიოლოგიური საკუთარი მამობილი, ჯობია რომ ეს გვერდით არ იცხოვროთ. ყველაფერი საუკეთესო ჩემი შვილებისთვის ამ ქვეყნად. ყველა მიყვარს, აი თქვენც მიყვარხართ, იმიტომ რომ უღიმით ანასტასიას, ვინც ჩემს საკუთარ შვილებს დააფასებს, უყვარს, ჯანსაღი პრეტენზიას მივიღებთ, რა თქმა უნდა, ჯანსაღს აყვე. მე ის ყველა ადამიანი მიყვარს, თუ არა და მე ვარ ქალი, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია თავისი შვილებიც ბედნიერად ყოველგვარი მამაკაცის გარეშე აცხოვროს ამ ქვეყნად. მადლობა. საერთოდ არ არის საჭირო ისეთი, ვინც შვილს გულს ატკენს და ნერვებს მოუშლის. არა, საკუთარ თავში ვეძებოთ საერთოდ ადამიანებმა ყოველთვის პრობლემები და რატოა სავალდებულო, რომ აი ყველაფერი უნდა გაუკეთოს ქმარმა. მოდი რა შენც გააკეთე, მანაც გააკეთოს და ერთობლივად დადეთ შედეგი. ამ ღირებულებებით დით თქვენ სტუდიაში გოგონებს? პირველ რიგში კატრინი ეს ძალიან დიდი ოჯახია, სადაც უფლის სამშობლოს და ჩვენ საქართველოს დროშის გარეშე ნაბიჯ არ ვდგამთ არც ერთ ქვეყანაში და მე ამაყივა რომ ვარ ქართველი და საქართველოს წარმოვადგენ სხვა ქვეყანაში და აუცილებლად პირველ რიგში ვზრდი რომ დედის, მამის უფროსებისადმი სიყვარული და პატივისცემა არ უნდა დაიკარგოს და განათლება. გური ლამაზიც არ უნდა იყოს ადამიანი, ცოტა უხეშად რომ თქვა პირს რომ გააღებს, აუცილებლად განათლებული ადამიანები და ჩვენ ვართ ის სააგენტო და ესენი არიან ის თაობა, რომლებმაც დაამსხვრიეს ჩვენი წინაპრების მითი, რომ მოდელი არ არის განათლებული სპორტსმენი, არ არის დიახ განათლებული სპორტსმენები ყავს და განათლებული მოდელები ყავს. მე მაინტერესებს რა სტერეოტიპებთან, ქართველების რა სტერეოტიპებთან გიწევთ ამდენი წლის განმავლობაში. შეჯახება ესე ვთქვათ, იქ არის ხალხი რა სიტყვის, იქ სამოდელო სააგენტოზე და მოდელებზე ზოგადად ბევრი ასე ვთქვათ დაფრთიანებული ფრაზებია, რომლის გრევა გიწევთ თქვენ მოდელებს, ანასტასიას, რომელიც მეტნაკლებად გულსატკენია ხოლმე. თაკო, უბრალოდ ერთ რაიმეს ვეტყვი, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი აღარ არსებობს.
მუშაობს. Პირიქით, თაობები მოდიან, მშობლებიც უკვე ის არ არის ის პერიოდი, რაც ჩემ დროს იყო, რომ რა მოდელობაზე იყო საუბარი, როდესაც მე პატარა ვიყავი და საზოგადოდ რა სცენაზე და რა მსახიობობაზე და რაღაც ხვაგვარად უყურებდა 60% მაინც ამ ყველაფერს. დღეს საბედნიეროდ 90%. თუმცა მე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი თანამედროვე 21 საუკუნის ეკამგალობლიშვილი ვარ, მე ძალიან მკაცრიც ვარ, როგორც დედა, არა მარტო ჩემი შვილის, არამედ ბავშვებისადმით. აი მაგალითად სიმკაცრე რაში გამოიხატება. მე არ მომწონს 5 წლის, 10 წლის, 15 წლის საცურაო კოსტიუმებით პატარა ბავშვების გასვლა სცენაზე, რაღაც იქ პომადებით საყო. არა, აბსოლუტურად ყველაფერს თუ მიაწოდი იმ მშობელსაც, რომ ჩარჩოები აქვს რაღაც საკითხებს, უკან დაგიბრუნდება. მე ისეთი ბავშვები მიმყავს და გოგონები მარტო მათი მამა საკუთარ ნათესავთან რომ მარტოებს, მაგრამ მე წუთი საპირფარეშოში იქნება თუ იქ, ქუჩა იქნება თუ საუზმე იქნება, ყველა დეტალი უნდა ვიცოდე. აი ცოტა გიჟი დედავა, ესეთი დედა ვარ, რა თქმა უნდა, ამათ უნდა ჩაიცვან მოკლეკაბა, იმღერონ, იცეკონ და ასეში. კი ბატონო, ანასტასია ბაკურაძემ ჩვენებიდან უნდა დადოს ისეთი ფოტოები, მაგრამ ისეთი ფოტოები, რომ შვილი სამზარეულოდან დაგიდებს, რატო გიდებს? მას მოყვება. სწორად მივაწოდოთ მაყურებელსაც და მშობელსაც ყველაფერი და აღარ იქნება. ახლა მე მაგალითად გეტყვით, ჩემს მეუღლეს არაჩვეულებრივი ნათესავი ყავს, არაჩვეულებრივი საოცარი ადამიანი, მაგრამ აქვს რაღაც კომპლექსები და ანასტასია საფრანგეთიდან, პარიზიდან ფოტო რომ დაიდო საცურაო კოსტიუმში და მოსასხამში, მისი რეაქცია იყო გენაცვალოს პაპა. იმიტომ რომ ის მიჩვეულია რომ 2-3 წლიდან ანასტასია ამ სფეროშია. აბა არაფერი და უცებ სამზარეულოდან, ოთახიდან დაედო საცურაო კოსტიუმით რაღაც ფეხაწეული რაღაც. აი, ხო მიხვდით რისი თქმა, იმიტომ მიაწოდო მაყურებელს ცოტა, თუმცა რა თქმა უნდა გამოერევა ისეთები ცაითერებიც და რაღაც და არ დამავიწყდება ჩემი შვილი ამერიკული სკოლიდან იყო წასული პროექტზე, სადაც დიპლომი გადასცეს ამერიკაში და ერთ-ერთმა დამიწერა, რომ ყველგან რატომ ხართ კატრინი, აი რა შუაში იყო ან კატრინი, ან რაღაც სკოლიდან ესეთი პროექტი. გაეროს მოდელირებაზე ვიყავით წასული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა წარმატებასთან და გულშემატკივრებთან ერთად ჰეითერებიც მოყვება. ყველაზე მეტად რა კომენტარები გიხარია და აი მიიღებ და მოგწონს და რომელია რომელსაც საერთოდ არ ღებულობ, ან რომელსაც გული გწყდება ხოლმე, რომ აი რატო ეს, იმიტომ რომ შენი შრომის შესაბამისი არ არის ხო? ესე გული მწყდება თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემთვის თავარია, ანუ მე ხომ ვიცი ვინ ვარ და მე ხომ ჯერა ჩემ თავის. ასევე ჩემ გარშემო არის ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი, ვინც იციან როგორი ვარ, ვინ ვარ და იციან რომ ეს არის ჩემი სამუშაო და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი აზრია. სულ მიხარია, რა თქმა უნდა, ვისაც არ ვიცნობ, რომ ეძახის აი რა ლამაზია, წარმატებას რომ ისურვებენ ან რაღაც, რა თქმა უნდა, ყველადან აბსოლუტურად მიხარია, რომ ესეთ ჩემთვის ესე ვთქვათ, ამ 5 წამსაც კი გამოყოფენ, რომ რაღაც პატარა კომენტარი დაწერო. ანასტასია, რო არა ესეთი წარმატებული დედა, სამოდელო სააგენტოს მფლობელი და არა მხოლოდ. გადაწყვიტავდი თუ არა მოდელობას, შენ რას ფიქრობ? გულწრფელად მითხრა. სხვა შორის რთული ამ კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ დავიბადე თუ არა სამოდელოზე ეგრევე, ანუ სამოდელოს ამ სფეროში ეგრევე ვიყავი, მაგრამ ჩემი აზრით მაინც დიდი ალბათობით ვიქნებოდი დაინტერესებული ამ კუთხით, იმიტომ რომ თუნდაც აი ეს მოდა, მოგზაურობა, კამერები, რავი, სულ მიზიდავს და ჩემია. ანასტასია თავის სათქმელს თაკო მაინც იტყოდა, იმიტომ რომ ძალიან ნაკლებად აინტერესებს საზღვრებს გარეთ ვისი შვილია. ძალიან იცით როგორ ნაკლებად აინტერესებთ ჩვენ უამრავი ნაციონალური დირექტორები, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მაგალითად საქართველოში შემიძლია მის მოდელოფ ჯორჯია ჩავატარო და მის მოდელოფ ფეულზე წავიყვანო. გამარჯვებული 90 ქვეყანა ვართ გაწევრიანებული. იქ მოდის კვირეულებია, იქ სხვა პატარა მის და მისტერ მსოფლიო
ბავშვობის ფესტივალი გვაქვს დუბაიში და ასე შემდეგ. იმათაც ყავთ შვილები ჩემს კოლეგებს. მე ვარ საქართველოს ნაციონალური დირექტორი, ვიღაც ამერიკის, ვიღაც რუმინეთის, ვიღაც იტალიის, ვიღაც ბულგარეთის და ასე შემდეგ. იმათაც ყავთ შვილები და უმრავლესობა კიდე 10-15 შემიძლია ვთქვა, რომ ანასტასიასთან ერთად იზრდება 2 წელი, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, სადაც ისინი აირჩიეს რაღაც მომენტში უფრო ანასტასია. იქ ძალიან ნაკლებად დაინტერესებს, მაგრამ მეორე რაღაცასაც ვიტყვი, ორივე ესაჭირო ცხოვრებაში, ის რომ მონაცემები გქონდეს და ის რომ მშობელმა ხელი შეგიწყოს, რომ განავითარო ეს მონაცემები, თორე ისევ ანასტასია მე თვითონ ვიტყვი მაგას, რომ თორე სულ ვიძახი ყველგან აბსოლუტურად, რომ კი შეიძლება არავინ არ იტყოდა, რომ სადღაც იქ საბურთალოზე ის ერთი ლამაზი გოგონა, ვისაც ეს უნდა თუ დედაჩემი ამ ყველაფერში ხელს და ასევე მამაჩემიც ხელს არ შემიწყობდა, რადგან თუნდაც ფინანსურად, თუნდაც ის რომ ჩემ გვერდში დგანან და უგრძნობ, რომ ჩემი ეს ყოველივე წარმატება აუხარიათ. და თან ასევე იმასაც ვიტყვი, რომ კი იმის და მიხედავთ, რომ ეგ ამ გაობუშვილი დედაჩემია მქონია ბავშვობაში ეს პატარა კომპლექსები, რომ ვთქვათ, აქ ხა იმიტომ ამირჩიეს, რომ ეკა შვილი ვარ და ესეთ რაღაცები. თუმცა საზღვარგარეთ მართალია, რომ პირიქით აქ დაზდევენ ხოლმე დედაჩემს, რომ ანასტასიას mother, ანასტასიას დედას მეძახიან პარიზში და კანში. მიხაროდ ეს თუ ცოტა ისეთი ეგოისტიც რო ვარ, მაგრამ ტასოს რაც შეეხება და თათულის ჩემი უფროსი შვილი, თათულის რაც შეეხება, უფრო აღარ ნერვიულობ, თორე ისე ძალიან არ მომეწონებოდა ვიღაცის დედა რო და მაგრამ ეხლა რადგან დედა ვარ. რა არის ის მთავარი ღერძი, რაზეც თქვენი ურთიერთობის ფუნდამენტი დგას? ეს არის გულახდილობა, რას მეტყვით? ანასტასია, თქვენგან მაინტერესებს. თქვენი დედაშვილობის, ანუ თქვენ ცალკე დედაშვილობა გაქვთ, ცალკე მეგობრობა, ცალკე მენეჯერ, დიზაინერ, ბიზნეს მოდელ. ჩვენ გამათობთ კიდეც თაკო. სულ ესე იავარდით არ არის დაფენილი ეს ყველაფერი. არის ხანდახან ჩვენ გამათობთ ჩვენ შვილებთან, ხან რიგდებით, ჩვენ აზრს ვეუბნებით, მე იმ დღეს ჩემ შულს ვეკითხები, ეს კი მომიყევი, მაგრამ გინდა გაინტერესებს ჩემი აზრი გითხრა? თქვენ შემთხვევაში რა არის ფუნდამენტი, რაზეც ამ კამათის და შერიგების ასეთი დედაშვილობა დგას ყველაფერი, ანუ რა? მე ვთქვა თუ შენი ტყუჩი. ორივე მე ვიტყვი, რომ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ კი არის ხოლმე ესეთ მომენტები, რომ მე შეიძლება ცოტა სხვანაირად ვუყურებდე რაღაცებს, დედაც ცოტა სხვანაირად, სულ ვცდილობთ, რომ ერთმანეთის გადმოსახედიდანაც შევხედოთ ვთქვათ, თუნდაც ამ რაღაც სიტუაციას, რაზეც არ უნდა იყოს ეს უთანხმოება, იმიტომ რომ თან რა თქმა უნდა, დედაჩემი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, ნომერ პირველ მეგობარი აუცილებლად. ჩემი მენეჯერიც არის, დედაჩემიც არის, ყველაფერი არის აბსოლუტურად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის საუკეთესო უნდა და რაცაც მე ახლა გავდივარ, მილიონჯერ უარესიც, კარგიც და ყველაფერი აბსოლუტურად გამოვლილი აქვს. ეგ ზუსტად ვიცი, შეიძლება ამ ყველაფერს არ მაჩვენებდეს თუნდაც მე, ან თუნდაც ყველას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი რაღაც გამოიარა და ყველაზე საუკეთესო რჩევას მაინც დედაჩემისგან მივიღებ. და მაინც რაღაცაზე სულ არის ხოლმე ყველგან, რომ რაღაცაზე შეიძლება უთანხმოება მოგვივიდეს. მაგრამ ეს ფოტო რატო დადე? არ ვარ ლამაზი ამ ფოტოში. არა ანასტასია, ეს ფოტო ესე უნდა. უბრალოდ ცოტა სხვადასხვანაირად. რაღაცა შეიძლება მე ისეთ რაღაცაც მქონდეს, რომ ეხლა ჩემ თაობაში ცოტათი უფრო სხვანაირად არის და სულ ვცდილობ, რომ ეს სხვანაირადაც შემოვახედო ხოლმე, რომ დავანახო ჩვენი, მოდი ესე ვიტყვი, გადმოსახედიდან რა როგორ არის. ხო, რა სიტყვიან მეგობრები, რა სიტყვიან? მეგობრები რა, ესე ხო. არა, უბრალოდ რა არის, იცი, ანასტასია და თაკო, მე ვარ 49 წლის, მე ასაკს არასოდეს არ უმალავ და დამეთანხმება ჩემი თაობის ქალბატონები. ჩვენ როგორი თაობა ვართ, იცით? დედის და მამის წინაშე გაგზარდეს ისე, რომ დიახ დედა, მადლობა დედა და დღესაც დედა რომ დარეკავს, დიახ დედა ფეხზე ვდგები და შვილების წინაშეც ვარჩევთ სიტყვებს. ნახე, გავიჭედეთ ჩვენი თაობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ავყვეთ
მომავალი თაობის ფეხის ხმას და რა თქმა უნდა მე რომ გამზარდეს რომ ეს არის ენის შებრუნება, ჩემი შვილი და მისი თაობა ამის მნიშვნელობა არ იციან. მათთვის ეს არის საკუთარი აზრის დაფიქსირება. მე ვერ დავაჯერებ მას და მეც მიწევს დედაჩემთან ძალიან ხშირად ამ თემაზე საუბარი, რომ დედა თქვენ ხო ესე გავგზავნეთ ჩვენ რომ ეს არის ენის შებრუნება და უფროსი რომ გეტყვის მწვანეზე წითელია დიახ, წითელია ჩემ თაობას, ესე უნდა ეთქვა, მაგრამ ამ თაობას ჩვენ მაგას ვერ მოვთხოვთ პირიქით, თუმცა დიდება უფალს, რომ ჩემ შვილს ეს კულტურულ ფორმებში აქვს და რაც მთავარია, უზრდელობაში არ უნდა გადაესართოთ ბავშვებს და კი ბატონო, დააფიქსირე შენი აზრი, მაგრამ მშობლის და უფროსის წინაშე არა უწიო ხმას. დააფიქსირე შენი აზრი, მაგრამ მშობლის და უფროსის წინაშე უზრდელი სიტყვა არ თქვა და ასე შემდეგ. და აი დიდება უფალს მე ამ საკითხში ძალიან გამიმართლა, თორე რას ამბობთ, ანასტასიას თავისი ხასიათი აქვს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოს მასშტაბით ჩემთან ავლენს, მხოლოდ და მხოლოდ სხვასთან არავისთან და ნუ ახლა თავის დაქალუშკებთან როგორია ეს ალბათ მე ეს ძალიან მაინტერესებს შენი სამეგობრო წრე. ზოგადად თინეიჯერობაში, მოზარდობაში და ნუ ცხოვრების ეტაპებზე მერე და მერეც ქალებში და გოგოებში ურთიერთდაპირისპირება. თუ გინდ სილამაზის გამო, თუ გინდ წარმატების გამო და შენ ძალიან წარმატებული ხარ უკვე და შემდგარი მოდელი ხარ, შემდგარი დიზაინერი ხარ, გიგრძნია თუ არა ეს დაპირისპირება, კონკურენცია, როგორ ღებულობ, როგორ უმკლავდები და თუ გინდ აი სამეგობროში ან რაცა ახალ ადამიანებს იცნობ და ფიქრობ, რომ აი ვიმეგობრო თუ არ ვიმეგობრო, აი აქ როგორ აკეთებ არჩევანს და როგორ იღებ ხოლმე გადაწყვეტილებას. ზოგადად, ეხლა მე ვიწყო სამეგობრო წრეში, აი წეგან ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო დაქალიც ახსენა მარიამ ბერძენიშვილი, უმეტესად ამ გოგოებთან ერთად და ნუ რამდენიმე ძმაკაცი მყავს, მოვდივარ. მაგრამ ეხლა რადგან აქცენტი გოგოებზე, მოდი ჯერ გოგოებზე ვისაუბრებ, რომ ანუ ბავშვობიდან სულ ერთად ვართ და აი ეს ვთქვათ, ყველაფერი ერთად გამოვიარეთ აბსოლუტურად რამდენიმე ჩემ დაქნთან. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ის პატარ-პატარა რაღაცეებიც, რომ ვთქვათ, ძალიან მიჭირს ხოლმე ახალი, ესე ვთქვათ, დაქალის. მეგობარი ბევრი შეიძლება ყავდეს, მაგრამ დაქალის ისეთი, ვისაც ენდობი, ვისაც აიდუმლოს გაუმხელ, ვისაც ნამდვილად უხარია შენი წარმატება, ეგეთი ძალიან იშვიათად არსებობს. მე გამოვარჩევ თქვათ ესე 2-3 დაქალს. შენ ახსენე ძმაკაცები, აი ბიჭებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? მათ შორის კარგი ურთიერთობა მაქვს, უფრო ხო, ანუ კაი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არის ხოლმე მეგობრობაზე მეტიც რომ ჟღავდება, თუმცა მაგას ეგრევე ვაჩერებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩემთვის ჯერ პრიორიტეტი არის სწავლა, მოდელობაც, მოგზაურობაც. ხო, მაგრამ ნახე, მე ხა მისაუბრია თინეიჯერებთან, მქონდა რაღაც ანონიმური გამოკვლევები და ამ შემდეგ. და ნახე როგორი საკითხი გამოიკვეთა, რომ გოგოებს უნდათ რომ ყავდეთ შეყვარებულები, იმიტომ რომ ყავთ თავიანთ მეგობრებს და თითქოს ეს თვითშეფასებას უწევთ და აი იმას რომ ყავს მე მეც მინდა და მე რომ ჯერ არავინ არ მიყურებს, ან თუ მიყურებს არ ვიცი რატომ მიყურებს. აი შენ შემთხვევაში როგორ ლაგდება, ანუ პრიორიტეტებს გავიგეთ რა სწავლა, მოდელობა, შენი მიზნები გაქვს და ძალიან მისასალმებელია, ძალიან მაგარია. მაგრამ ამ ნაწილში როგორ აკეთებ განსაზღვრას, რომ აი ეხლა სიტყვაზე მეგობარს ყავს შეყვარებული, გამოუარა და მეც მინდა ეხლა რომ ვიღაცამ გამომიაროს, აი რა შვები მან. მაგას ვიტყვი, რომ ჯერ ყველას ვურჩევ, რომ მოდი სხვის გულისთვის ნურაფერს ნუ გააკეთებენ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით სიყვარულიც ბუნებრივად უნდა მოვიდეს და ყველაფერს თავის დრო აქვს, ესე ვთქვათ. იმის ხარჯზე, რომ აი ნახე ჩემ მეგობარ შეყვარებული ყავს, ან ვთქვათ იქ ვიღაცა შეყვარებული ყავს და ამიტომ მეც აუცილებლად უნდა მყავდეს შეყვარებული, ხო? მე ამას ესე ვთქვათ არ მივესალმები, იმიტომ რომ ყველა ესე ვთქვათ საკუთარი, ანუ ეცადეთ რომ იყოთ მაქსიმალურად საკუთარი თავი. სხვის ხარჯზე ნურას დროს უნდა გააკეთებთ. იმიტომ რომ შეიძლება იმ შენ ესე ვთქვათ მეგობარსაც როგორც არ უნდა ენდობოდე, შეიძლება ერთ დღეს მოგიბრუნდეს, ან ისე წრეში უნდა იყო, რომ შენ თავი არ დაკარგო. მაგალითად მე ზუსტად ისე წრეში ვარ, რომ აი
ზუსტად ვიცი, ხა ჩემ ბევრ დაქალს უხარია ჩემი წარმატება, ჩემთვის საუკეთესო უნდა, როგორც ანალოგიურად მეც მათთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ისეთ არასასიამოვნო წრეში ვწყობილა, რომ შეიძლება მიგწვნია, რომ აი ჩემთვის კარგი არ სურდათ, თუმცა რა თქმა უნდა დედის რჩევით, თაც და აი რო ახსენე ერთი-ორი დაქალი ბავშვობიდან ვისთან ერთადაც მოვდივარ, მაგათი რჩევაც რო გავითვალისწინე და რო დავინახე, რა თქმა უნდა ყველაფერი შევცვალე, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ სხვის, ანუ კიდევ გავიმეორებ, რომ სხვის ხარჯზე არაფერი არასდროს არ უნდა. ერთხელ იცით რა მითხრა, შეყვარებულის ყოველს რა უნდა, მთავარია როგორი რა თქმა გიყოლება. უნდა, სტანდარტები უნდა გქონდეთ გოგონება მაღალი, მაგას გეტყვით, რომ აუცილებლად გქონდეთ მაღალი სტანდარტები, იმიტომ რომ ჯერ ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და შემდეგ დამჯერეთ სხვას შეგიყვარეთ. აი, ეხლა ვინც გვიყურებს, თინეიჯერები, მოზარდები, 15 წლის გოგოები, რომელსაც ხანდახან თვითიდენტობის პრობლემა აქვს, შეიძლება სარკეში ჩახედვაც არ უნდათ. რას ურჩევდი, რას ეტყოდი ჩვენი პოდკასტის ბოლოს მათ, რით გაამხნევებდი, რა არის ის, რაც შენგან გინდა რომ იცოდნენ, მინდა გითხრა და უთხრა. იმას ვიტყვი, რომ ეკრანზე ადამიანი როგორი იდეალურიც არ უნდა მოგვეჩვენოს. რა თქმა უნდა, მეც სულ მიგწვნია, რომ აი თქვათ შეიძლება სარკეში ჩამხედა და 1-2 კილო მოვიმატე ან რაღაცაები. ან თუნდაც ზუსტად ვიცი ხა თინეიჯერებს უჭირთ საკუთარი თავის გამომჟღავნება, თქვათ აი სულ ფიქრობენ, აი ეს რას იფიქრებს, ჩემი ნამდვილი თავი რო გამოვხატო, იქნება და ვინმეს არ მოვეწონო და უჭირთ ესე ვთქვათ საკუთარი თავის სიყვარული. რაც ჩემი აზრით ძალიან ცუდია. ეცადეთ რომ არ მოერგოთ სხვა ადამიანებს იმ გარემოს, რომელშიც ხართ. იყავით საკუთარი თავი და ეცადეთ რომ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია. შეადარებთ თქვენ თავს სხვას, თუნდაც იმ ვიღაც ლამაზ გოგოს, სადაც სოციალურ ქსელში ნახავთ, ან თქვენ მეგობრებს, რავი, ნებისმიერ ადამიანს. ეცადეთ რომ თქვენ გუშინდელ თავს აჯობოთ. ეგ არის თქვენი ყველაზე დიდი კონკურენტი. და იმას ვიტყვი, რომ თუ საკუთარ თავში დაიჯერებ, ჩემი აზრით ყველაფერს მიაღწევ. ამიტომ უნდა დარჩე ისეთი, როგორიც ხარ და ზუსტად ვიცი ყველა მიგიღებს. ეკა, კითხავ აუცილებლად, რას ეტყოდი ქართულ მშობლებს, რომელსაც თინეიჯერი მოზარდები ყავს და რას ეტყოდი თინეიჯერ მოზარდებს, რომლებიც ახლა მეტნაკლებად რთულ პერიოდს გადიან. ქართულ მშობლებს პირველ რიგში ვეტყოდი იმას, რომ ესენი არ არიან ის თაობა, რომელი თაობაც ჩვენ ვიყავით და სამწუხაროდ ძალიან სიტყვები დეპრესია, ცუდად ვართ, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ეს არ არის ამათი ბრალი. ეს ყველაფერი აი ამდენი ტელეფონი, კომპიუტერი და ასე შემდეგ და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ თაობასთან, იმიტომ რომ აღარ მინდა ეხლა ნეგატიური რაღაც და ტკივილი და ესეთი ისინი გავიხსენო ირგვლივ, რაც მოხდა და ასე შემდეგ და მშობლებს ვეტყოდი, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, მოვეფეროთ, მივყვეთ და მათ ენაზე ვისწავლოთ მათთან ურთიერთობა. ხოლო რაც შეეხება თინეიჯერებს ვეტყოდით, რომ საოცარი თაობა ხართ ბავშვებო. აი მცრემლებიც კი მომადგა თვალზე, თქვენ ხართ ძალიან განათლებული, თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და 100 წელი უნდა იყოთ ჯანმრთელები, ბედნიერები და თქვენზეა ჩვენი საქართველოს გაბრწყინება და საოცრად უნიჭიერესი მეგობრები ყავს ჩემ შვილს და მე ვარ ძალიან ამაყი ქართველი ადამიანი, იმიტომ რომ ეს ის თაობა ანასტასია, მისი მეგობრები და თინეიჯერები, რომლებიც ყველაფერს საუკეთესოს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნისათვის და ასე რომ მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ეკა, ანასტასია. და ბოლოს რომლებიც მომადგა თვალ. მადლობა თქვენ. მე კი გეტყვით, რომ ყველაზე საუკეთესო ყველაფერი წინ არის და თუ ცხოვრებაში გვინდა რომ მივახციოთ წარმატებას, გუშინდელ ვერსიას საკუთარი თავისას უნდა ვაჯობოთ დღეს. ყველაფერი ახალი, ყველაფერი მაგარი და წარმატებული მაშინ იწყება, როცა ჩვენ დაწესებულ ჩარჩოებს ვარღვევთ, მივდივართ წინ, ისე რომ უკან არ ვიყურებით. უნდა ვისწავლოთ არას თქმა, უნდა მოვძებნოთ საკუთარ თავში შინაგანი გამბედაობა, შინაგანი მუხტი, რომელიც წინ წაგვიყვანს და ეს თინეიჯერობაში, დასრულობაში, მოზარდობაში ყოველთვის გვაქვს. ასე რომ წინ და იცოდეთ, ამას სკოლაში არ გასწავლიან. გამოგვიწერეთ, გახდით ჩვენი მხარდაჭერები, ჩვენ გელოდებით.